სოფლის მეურნეობის მინისტრი დღეს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში ჩავიდა. საზაგოროძია იმ ფერმერებს შეხვდა, რომლებიც მარწყვის კულტურის გაშენებით არიან დაინტერესებულნი. შეხვედრაზე მინისტრმა ერთ-ერთი ფერმერის მარწყვის პლანტაციაც დაათვალიერა და კახელი ფერმერების შეკითხვებს უპასუხა. გურჯაანის რაიონში მარწყვის მოსავლის აღება უკვე დაიწყო. წელსაკმარწყვი ადგილობრივ ფერმერებს 10 ჰექტარზე ჰქონდათ გაშენებული. გასულ წლებთან შედარებით 2012 წლის მაისში მიღებული მოსავალი გაცილებით უხვია. ფერმერები მარწყვის უხმოსავალს ივნისში ცელიან და შესაბამისად ფიქრობენ, რომ მისი გაყიდვით შემოსავალიც გაეზრდებათ. მარწყვის კულტურის გაშენებით დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი დაინტერესდა და სოფელ ველისციხეში ჩავიდა. საზაგოროზია ერთ-ერთ ადგილობრივ სესტუმრად 9 ჰექტარზე გაშენებული მარწყვის პლანტაცია დაათვალიერა. მინისტრი ფერმერებს მარწყვის გარდა სასათბურე მეურნეობაზე, სარწყავ და საირიგაციო თანამედროვე სისტემებზე ესაუბრა. მინისტრმა ყურადღება ფერმერთა პრაქტიკული გადამზადების აუცილებლობაზეც გაამახვილა. ნახარო კარგი მოსავალია. Როგორც ახალი ტექნოლოგიები, ეს მოძველებული ტექნიკის ნაცვლად შეკვირდა ახალი ტექნიკის შემოტანას და ახალი ტექნოლოგიების სხვადასხვა კულტურის მოყვანას, რომელიც ძალიან გვჭირდება. ვფიქრობ, რომ უამრავში უფრო მეტი იყოს მარწყვით და ამავე დროს სხვა კულტურები, რითაც ჩვენ შეგვეძლება, რომ სხვადასხვა დივერსიფიკაცია მოხდეს. ყველა იმ პროდუქტების იყოს, როგორც ატამი, იყოს მარწყვი, იყოს მოცვი, იყოს სხვადასხვა კულტურები, რითაც საშუალება გვექნება, რომ უფრო დივერსიფიცირებული იყოს როგორც სოფლის მეურნეობის მხარე და უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდეს თვითონაც გლეხს. კახეთის რეგიონში მარწყვი აქტიურად მოჰყავთ, თუმცა მას განსაკუთრებით გურჯაანის რაიონში აშენებენ. ფერმერები მის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენენ. ამ დროისთვის მისი გასაყიდი ფასი 2 ლარია.